გავარჯევოთ მეგობრები, მოგესალმებით. დღეს გვექნება ვიდეო რეტრო იმაზე მერკურიზე და მაშ სანამ გადავალ საკითხზე, გთხოვთ რომ გადახედეთ ჩემს YouTube-ზე, გამოიწვევთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და მიგზავნოთ თქვენი აზრი. მაშ რეტრო მერკური, მოკლედ, თანხმდებით იმაზე, რომ რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ რეტრო მერკურის დროს. ახალს არაფერს არ ვიწყებთ და კარგია თუ დაუბრუნდეთ ძველს. ახლა უშუალოდ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორი იქნება ეს. ბერძებისთვის იქნება ეს მეხუთე სახლი, ანუ ხო პერიოდს მოგახსენებთ, პერიოდი არის 18 ივლისიდან 11 აგვისტოს პერიოდში, ანუ ორი კვირა. შესაბამისად, ეს ორი კვირა არ შეგეშინდეთ თუ რამე დააგვიანებს, ან ისეთი არ ჩამოვა, როგორიც წარმოგედგინათ. ამიტომ ეცადეთ რომ ახალი არაფერი არ იყიდოთ. მაშ ბერძებისთვის არის მეხუთე სახლი არის ბავშვების ბავშვებთან ურთიერთობა, ბავშვების სიყვარულის სცენაზე გამოსვლა შემოქმედება, ყველაფერი რაც ამას ეხება და შეგვიძლია ამ ძველ საკითხებს დაუბრუნდებით. კუროებისთვის ეს არის მეოთხე სახლი, დედასთან ურთიერთობა, სამშობლო, მიწა, ქონება, ყველაფერი ეს. უცებ გავიარავთ კარგით. ტყუპებისთვის ეს არის მესამე სახლი, შესაბამისად ეს არის და-ძმებთან ურთიერთობა, მეგობრებთან, მეზობლებთან განათლება, ტრენინგები, ყველაფერი ეს და ტრანსპორტი. კირჩხიბებისთვის არის მეორე სახლი, რესურსები და ფინანსები, რომელსაც შენ თვითონ გამომიმუშავებ, ამ მიმართულებით იქნება დაბრუნება ამ სფეროში, ამ მიმართულებებით. ლომისთვის არის პირველი სახლი, ვიზუალი მესახქმა და როგორ გამოვიყურები, ამ მიმართულებით იქნება დაბრუნება, ასე ვთქვათ, ამ საკითხებთან. შემდეგი არის ქალწულებისთვის არის მე-12 სახლი, განთავისუფლება ან გახსენება მამის ურთიერთობებისგან, ციხე, სავანტყოფოები, ეზოთერიკა, სიზმრები, ყველაფერი აი ამ მიმართულებით გახსენება, დაბრუნება და ასე შემდეგ. სასწორებისთვის არის მე-11 სახლი, ეს არის მეგობრები, ოცნებები, მიზნები, დაუბრუნდებით შეიძლება ძველ მიზნებს გაგახსენდეთ. მეგობრები გითხართ, ინტერნეტი, ტექნიკა, ტექნოლოგია, ყველაფერი ეს. შემდეგი არის მორიელებისთვის ეს არის მე-10 სახლი, კარიერა, სამსახური და სტატუსი. ეს არის ოჯახური სტატუსიც, ან ოჯახური სტატუსი იგულისხმება აქ. და დაბრუნება აი ამ მიმართულებებით. შუროსნებისთვის არის მე-9 სახლი, ეს არის განათლება, იურიდიული საკითხები, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, კომუნიკაცია, უცხოენები. შემდეგი რელიგია შეიძლება იყოს, ფილოსოფია, შეიძლება დაუბრუნდეთ აი ამ საკითხებს. თხის რქებისთვის არის მე-8 სახლი, ინტიმური ცხოვრება, სექსუალური პარტნიორები, სექსუალური ურთიერთობა, ტრანსფორმაცია, ეზოთერიკა, ასევე ოპერაციები შეიძლება, აი ამ საკითხებს შეიძლება დაუბრუნდეთ. შემდეგი არის მერწყულების ეს არის ბოდიში მე-7 სახლი არის ოჯახის, ან დაუბრუნდებით ოჯახის საკითხებს, მტრებთან ურთიერთობასაც ნიშნავს, პარტნიორებთან ურთიერთობას და ეს იქნება აქტუალური, ან ძველს უბრუნდებით, მეთქვლიდან ძველი საკითხები გახსენდებათ. თევზებისთვის ეს არის მე-6 სახლი, ჯანმრთელობა, შინაური ცხოველები და ყოველდღიური სამსახური. შეიძლება ძველი სამსახურიდანაც დაბრუნება შემოგთავაზონ, არ არის გამორიცხული. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მომისმინეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.